ბათუმი ფრინველების მეორე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს სპეციალური ჯგუფები, რამდენიმე დღის განმავლობაში სათვალთვალო ადგილებიდან დააკვირდებიან ფრინველებს. მოიწყობა ექსკურსიები ჭოროხის, ტირალასა და ისპანის ტერიტორიებზე. დროს კორესპონდენტი მარი ბოლქვაძე აკვირდებოდა დღეს გადაფრენის პროცესს. გავაზრდით რეპორტაჟს. ეს უნიკალური აპარატია. ობიექტის აღბეჭდვა 60-ჯერ ახლოს შეგიძლია. სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ტურისტი ზღვის დონიდან 100 მეტრ სიმაღლეზე ერთი კონკრეტული მიზნით ავიდა. აქედან ყველაზე კარგად შეიძლება იმ პროცესზე დაკვირვება, რითაც 45 წელია გატაცებულია. ფინელი მარკო ჰუხტა-კოივისტომ ფრინველების გადაფრენის პროცესი 100-მდე ქვეყანაში უკვე ნახა. ის ახლა აჭარაში ჩაისუბნის ყველაზე მაღალ წერტილში იმყოფება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბათუმი ავარჩიე შეზღუდული დროა. აქ შესაძლებელია მცირე დროში ბევრი სახეობის ფრინველის გადაფრენას დააკვირდე. ძალიან საინტერესო პროცესია. წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახეობების მიგრაცია ხდება. ამ ზონაში საკმაოდ იშვიათი სახეობების ნახვაც შეიძლება. რამდენიმე კადრშიც გამოჩნდა. ნახეთ. ეხლა ჩვენ ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე ვიმყოფებით სოფელ შუამთაში. ეს ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც ფრინველების დაკვირვება ყველაზე კარგად შეიძლება. ეს ადგილი მსოფლიოში ფრინველების მიგრაციის კუთხით ყველაზე ვიწრო დერეფნით ითვლება, სწორედ ამიტომ ყოველდღიურად აქ დაახლოებით 170,000 ფრინველი გადაფრინდება. ფრინველების გადაფრენად კი ყველაზე ლამაზ სანახაობას ითვლება. სწორედ ამიტომ აქაურობას ტურისტები არასდროს არ აკლია. ჩაისუბნის და სახალვაშოს ტერიტორიები, ეგრეთ წოდებული ბერდვოჩინგისთვის საინტერესო ადგილად მკვლევარებმა წლების წინ მიიჩნიეს და ამ დრომდე ფრინველების ენდემური სახეობების მიგრაცია ათასობით ტურისტმა ნახა. საერთაშორისო პროექტ Raptor County-ის მკვლევარები დღემდე იკვლევენ გადამფრენი ფრინველების მრავალფეროვნებას. რამდენიმე წელია ამ რეგიონის შესწავლა ხდება და ვფიქრობ პოპულარობას მალე მოიპოვებს. ევროპაში 100,000-ობით ადამიანია დაკავებული ფრინველებზე დაკვირვებით. მათთვის ეს ტერიტორიები ძალიან საინტერესო იქნება. აქ ერთდროულად ბევრი იშვიათი ჯიშის ფრინველის ნახვა შეიძლება. მთავარი ხიბლი სწორედ ამაშია. მთელი ეს შავი ზღვისპირეთის ზოლი არის ძალიან მდიდარი გადამფრენი ფრინველების დაკვირვების კუთხით. ანუ ყოველწლიურად სეზონში ორჯერ შეიძლება ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სახეობების დანახვა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იზიდავთ საერთაშორისო ტურისტებს ჩამოვიდნენ და გაატარონ დრო და დააკვირდნენ ფრინველებს. გადამფრენი ფრინველების დაკვირვების სეზონს ტურიზმის დეპარტამენტი გახსნილად 17 აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე აცხადებს. სწორედ ამ პერიოდში ბერდვოჩერების გულის სიამოვნებით ადგილობრივების ჯიბეკი სოლიდური შემოსავლით ივსება. დაკვირვების ზონაში მდებარე გესტჰაუზებში წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობა შესამჩნევად მატულობს. სოფელ სახალვაშოში ამ ეტაპზე არის განვითარებული ესე ვთქვათ ეს გესტჰაუზების ქსელი, სადაც უკვე ამ სეზონისთვის 1000-მდე დღე-ღამე უფრო სწორად არის დაჯავშნული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩაისუბანშიც იქნება შესაძლებელი ტურისტების მიღება. ასე რომ ამ ორ სოფელს უკვე აქვს იმის პოტენციალი, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს ფრინველების დაკვირვებისგან. ფრინველების მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მკვლევარები ჩაისუბნისა და სახალვაშოს ტერიტორიებზე დაკვირვების შედეგებსაც წარმოადგენენ.